შევიდეთ. მოდით ჩანთის საყიდვად. გიოს მეწონა ერთ-ერთი ჩემოდანი და უნდა ავარჩიოთ. ეს ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც ცუდი ბურებულები აქვს. ეს არის ყველაზე კარგი, დაშტარებით უფრო ძვირი. ეს მოდელი. თან კაი. ეს ამ ჩავ, ხო? თან კაი. აქვე იქნება აქსესუარები, სხვადასხვა ბალიშები. ესეთი გადამყვანი Samsonite-ის ბლოკერები. ეს ჩასადები, რომ არ დაიკაწროს. აცი თითქმის ჩემნაირი, აღარ აქეთ ღია არის რა. ან ფასტაკლებით გამოდის 100 евро. 129-ის ნაცვლად. ვიყიდეთ ჩემოდანი და ახლა უნდა გავაგზავნოთ გზა. ჩვენი ჩაგნების სტრინგები გვაქვს გამოსაცვლელი. ჩხილების გასაკეთებლად მოვედი, ცოტა დავაგვიანე, ამიტომ შევიდეთ. ესე გამოიყურება ჩემი ჩხილები ახლა, ძალიან კარგ მდგომარეობაშია მაინც. რა ფერი უნდა წავისვა, აღარ წარმოდგენა არ მაქვს. ვიყიდე დავინესის შამპუნი და ვნახოთ როგორი იქნება. ძალიან მაინტერესებს. არასდროს არ მქონია. აი ეს შამპუნია, არ ვიცი, იმედი მაქვს რომ მომეწონება და მოუხდება ჩემ თმას. ახლა ვიყავ Smart-ში. ვიყიდა პროდუქტები და მოდი ერთად ვნახოთ რა ვიყიდე და რა დაჭდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცი რომ გაინტერესებთ ფასები და ზოგადად ფასებს რაც ეხება ხოლმე ყოველთვის ძალიან აქტუალური არის და შევადაროთ ერთად საქართველოს ფასებს. აი სამი ესეთი დიდი პარკი არის და ვნახოთ ახლა ეს ქათამი ცალკე ვიყიდე, ამიტომ არ გვინდა ამ ფასში გაყვანა, ისე 4 евро ღირს 2 ფილე. ვიყიდე კვერცხი, ესეთი ოიაკატა, რომელიც €2.50 ღირს და ნიკორაში ღირდა 5 ლარი და რაღაცა მგონი. ეს შემხვდა კიდე მაღაზიაში, საერთოდ არ მქონდა გეგმაში რომ ეყიდა ტანის დამატენიანებელი, მაგრამ არის ვაზელინის ქოქოსის და ზუსტად იცი რომ ძალიან კარგი პროდუქტი იქნება, ამიტომ დავტესტოთ 2 евро და რაღაც ღირდა. ეს რაღაც ერთჯერადი სუპის სუნელები და რაღაცეებია, კბილის პასტა. მაკარონი, მეორე მაკარონი, ბარილასი. ესეც უცბად მოსამზადებელი რაღაცა არის. ასევე ეს ყავა, რომელიც არის უგემრიელესი, მილკას შოკოლადის არომატით არის და ძალიან კარგია, 2 евро და რაღაცა ღირს. ნესტლეს შოკოლადები, ჰარიბოს ესეთი ჟელიბონები. ტორტილა.
ფიტნესის ესეთი სნექები და ასევე ეს არ გამისინჯავს. ძალიან მაინტერესებს, შედარებით ჯანსაღი სნექებია. ეს პუდინგი ვიყიდე 3 ცალი, იმიტომ რომ გიჟდები, არის მაღალი პროტეინით და ძალიან გემრიელი. ვანილის გავსინჯე და არ მომეწონა და შოკოლადის არის იდეალური, ჩემთვის 10-დან 10-ია. ასევე ალპროს ეს რა ქვია დამოვიწყდა. ნაღები პროტეინ ბარი კიდევ ერთი. კბილის ძაფი. მაკარონი. კიდევ ერთი მაკარონი და ახლა უნდა გავაკეთო მაკ ენ ჩიზი თუ გაინტერესებთ. დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ფიტნესის აი ესეთი ხლოპიოს ვეძახი მე, არ ვიცი ამდენად სწორია. და 3 ცალი სიმინდი, რომელიც ევრო და 60 ღირდა 3 ცალი. გადავიდეთ შემდეგ პარკზე, აქ მაქვს კოკა-კოლა ზერო. მეორე კოკა-კოლა. რძე, პური. აი ესეთი მჟავე წიწაკა შემხვდა და იმედია რომ მჟავე იქნება. და ნივრის არ ვიცი, რაღაც მასა არის დაბლენდერებული, გამზადებული, ძალიან არომატული და მე ვიყენებ მშვენივრად, თუ მეზარება ხოლმე დაჭყლეტვა და ისე გაკეთება, ამას ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ. ეხლა უთხრა ჩავყრი. ასევე ვიყავი ბაზარში და ეს ორი პარკიც ვნახოთ ერთად. 19 ევროსი იყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება აი ამ საჭმელებს Smart-ში ეს ყველაფერი დაჯდა 55 евро. რეალურად ძალიან ბევრი რაღაცა არის მართლა. არ ვიცი, თქვენი აზრი დამიწერეთ, ძვირია, იაფია თუ როგორი ფასია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რო შევადაროთ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო იაფია. და ახლა ვნახოთ, რა ვიყიდე ბაზარში. აქ მაქვს მარწყვი, პამიდორი, კიტრი და ცოტა ხახვი. ასევე ბადრიჯანი, ნიორი, წვანილი, ვაშლი, კარტოფილი დამრჩა აქ. 19 ევროსთვის მე მგონი ძალიან კარგი შენაძენებია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აუცილებლად გამიზიაროთ თქვენი აზრიც და დროებით დაგემშვიდობებით. ოღონდ სანამ წავალ, აუცილებლად უნდა გაჩვენეთ, თუ როგორ ვაკეთებ მაკენჩის. მოკლედ, რომ მოიხარშება, ეს წყალი უნდა გადავღვაროთ. ამისთვის მაქვს ესეთი ძალიან კაი რაღაცა. აქ მაქვს ესეთი ყველი, რომელიც არის რეალურად 4 ყველის მიქსი, მოცარელა, ჩედარი, ედამი და კიდე რაღაცა. ამას გავუკეთებ. მინდა რომ დავტესტო აი ეს ალპროს ნაღები არის და მაინტერესებს ძალიან. წესით ამას უკეთებენ ხოლმე კარაქსაც და ზოგადად ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მე არ მინახავს არანაირი რეცეპტი, იმიტომ რომ როგორც წარმომიდგენია იდეალური მაკენჩიზი, აი ზუსტად ეგეც გავაკეთებ. ჩემი გემოვნებით, აი არ ვიცი, რაც ხელში მომხვდება იმითი. აბა, ნახოთ. საკმარისია. ძალიან კარგი. ზუსტად ესე მინდოდა. ეხლა დავუმატოთ უკვე ყველი, ეტაპობრივად დავუმატოთ. უკვე იღებს იმ კონსისტენციას, რასაც მე ვგიშდები. სულ 3 ინგრედიენტი გვჭირდება, მეგობრებო, მხოლოდ მაკარონი, აი ეს ნაღები და ყველი, რაც შეიძლება მეტი ყველი. რა კარგად გამოიყურება, ნახეთ. ჩემთვის იდეალური მაკენჩიზია. გამარჯობა მეგობრებო. როგორც ხედავთ, უკვე გამოვეწყო ეს სპორტულად ვარ, იმიტომ რომ უნდა გავიდე სარბენად. TikTok-ზე ვიღებ რაღაც challenge-ს ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე უნდა ვირბინო. ხადა გადაწყვეტა რომ აქაც გაგიზიაროთ. დღეს არის მე-5 დღე და მივდივარ დაახლოებით 9 საათი ყოველდღე დავირბივარ ხოლმე. ნელ-ნელა მოვუმატებ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს უბრალოდ რა ჰაიპი აქვს, რა რისთვის აკეთებენ ამას, რატომ მოწონთ ესე ძალიან სირბილი. აი დღეს რო არ აგდებენ და რო გიჟდებიან, ხო იცით? აი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ დავაკვირდე ჩემ თავს და მივხვდი რომ სირბილის მე რაღაცნაირად მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი და ბევრი ენერგიით და ასე შემდეგ. მაგრამ ნახოთ ახლა
მოვლენებს არ გავასწროთ ჯერ და კიდევ 2 დღე დამჩამერთ კვირაში, არ ვიცი სიმგვენია რომ რაღაც შედეგს ვნახავ. სანამ სარბენად გავალ, რამოდენიმე კოვს შევჭამ აი ამ პუდინგს. ეს არის რაღაც საოცრება ხალხო, რამოდენიმე თვის წინ გავსინჯე ვანილის და ძალიან არ მომეწონა. მე უკვე ვიყიდე შოკოლადის ახლა ცოტა ხნის წინ და გავგიშდი. თან აქვს მაღალი პროტეინი. მოკლედ იდეალური არის ვარჯიშამდე და ისედაც ძალიან კარგი და გიმრიელია. ამ გასიჯეთ როგორც ვთქვით ჩვენთანაც იყიდება. ეხლა შევჭამ რამოდენიმე კოს მე ფეხს ჩავიცმე და გავიდეთ და გაგიყვანთ იქაც. ქათამი, ახლა კარგად გადავურევ. ეხლა უკვე ვიწყებ ბაჟის მომზადებას და ვწყავ ქათამს, ქათმის ფილეს, რომ პირდაპირ მარტივი საჭმელი იყოს. მან რაღაც მოსაციოს გავაკეთებ, ისე გადავწყვეტე. აქ უკვე ხომი მზად არის. მიყვარს ჩემი შემწვარი ქათამი. აქ უკვე ვრეცხავთ ვანილს, კიტრი პომიდორი, ნიგოზი გავამზადე. ასევე ძალიან დიდი რეკომენდაცია მინდა გავუწიო, აი ესეთ დაბლენდერებულ ნიორს, ოღონდ გააჩნია რომელი ბრენდის არის. ზოგიერთის გემო ძალიან მომეწონა და ბადრიჯანს გადავუსმა აუცილებლად ბოლოს. მაგრამ რა თქმა უნდა, ცოცხალი ნიორიც აქ გვაქვს. ბაჟიც გავაკეთე, ძალიან კარგად გამოიყურება, ახლა ამ ფორცს დავამატებ. ეს ხელის ბრენდერი არის საოცრება, ძალიან მომეწონა. და ახლა რა უნდა გავაკეთე? ახლა ბადრიჯანს შევწყვავ და ვფიქრობ, ნიგვზით გავაკეთო თუ უბრალოდ ნივრიანი მწვანილებში. ბადრიჯანიც შეიწვა. ეხლა მომზადებ შიგ-თავს ამისთვის და ეგა. მზად არის, ყველაფერი მზად არის. ქართული ღვინოც გვაქვს აქ, მთავრად კბილი. აქ მაქვს ესეთი პასტა. აქ ახლა უკვე იწვება ჭადი, იხარშება ხინკალი, ხომსაც გადმოვიღებ და ესე. ხინკალი გადლე ამ სუფრას დამორჩა.